სანაპიროს სადგურში ვმუშაობდი, მოდიოდნენ იქა სულ საბუთის გასაკეთებლად. ხო და ადრე ასე იყო ჯანმრთელობის ცნობის ისი გაკეთებაი. ისე ყველს ვერ გაკიდიდი ბაზარში და ახლა რაღაც იმას, ახლა ვიღას მოთხოვენ ჯანმრთელობის ცნობას მესამე მეოთხე ხელი ყიდის ყველს. ხოვდნენ რომ ის საპირფარეშო ქონდა თუ არა ორმოზე, ოჯახს სისუფთავე ქონდა თუ არა ამის ცნობას თხოვდნენ სანაპიროს სადგურიდანი ჯანმრთელობის ცნობას თხოვდნენ და ვეთ სამკურნალოში ძროხის ჯანმრთელობის ცნობასა და ისე ყიდიდნენ მერე ბაზარში. ეჭებს თუ არ დაიმასდნენ, ისე საბუთს თუ არ გიკავა ბაზარში არ შეგიშვებდნენ ყველისი მაშინ. ახლა სულ სხვანაირად არის. გამეწყობა სისუფთავეს არ ვაკლებ. მე მგონია ესეც არის ერთი ძირითადი ისი და ძროხები ახლა ადრე 6 მყავდა, ახლა 4 მყავსა და ერთმანეთში რვერევა ერთმანეთის რძეი უფრო გემრიელი გამოდის და საკიდელით არ ვიყვან სულ მაჭიკითი. ძველებურად რაღაც იყვნენ ძველი ხალხი ისეთნაირად. ივებს ყიდულობ ხოლმე ფუჩეთში, ახლა მისი ტაროს განარჩევი, ჩალაი, ზამთარშიასა და ზაფხულში. დიდათ მაინც და მაინც ბალახებით არ გამირჩევა ბაზალეთი, არ გვაქვს სამჭმო, სად არის საქონის ისინი, საბალახოები არ არის. ეს ფიჭვებია დარჩენილი ზემოთკენ სერზე და ცოტა ხნის შემდეგ გამოვაბრუნებ, მეორე მხარეზე ვამარილებ მერე.